დღემშვიდობის მოგესალმებით, ეს რა თქმა უნდა TV პირველია და ჩვენ გადაცემა პირველამდე წამყვანები ნინო არაზაშვილი და ონისეონიანი გახლავართ. და ჩვენ გვინდა დღეს დავიწყოთ ისეთი ადამიანით, რომელიც მოგეხსენებათ, ადამიანები იბადებიან, მე იზრდებიან და ამ ცხოვრების გაზრდაში თუ ზრდის პროცესში იკარგებიან. მაგრამ ჩვენ გვინდა გაგაცნოთ და კი არა და შეგახვედროთ და დავიწყოთ ეს ჩვენი გადაცემა ისეთი ადამიანით, რომელიც განსაკუთრებული გულწრფელობითა და სტილით გამოირჩევა ყოველთვის. ქალი, რომლის განწყობა ყოველთვის გადამდებია თანაც საოცრად. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შესაბამისად სხვადასხვა ეტაპობრივ როლში წარმოგვიდგება პირდაპირ თუ მისი სხვა დანარჩენი მნიშვნელობით. მას ჩვენ ჟურნალისტთან ლიზა მოსიძესთან ერთად ვუმასპინძლებთ დღეს. პროდუქტი ძალიან გვიხარია, რომ საქართველოშია და დღეს ჩვენთან იქნება ორი შვილის დედა, მოდელი, მსახიობი, ტელესახე და დღეს უკვე წარმატებული ინფლუენსერი, საკუთარი კოსმეტიკის ხაზის მწარმოებელიც არის, გარდა იმისა, რომ ვსაუბრობთ ბევრ ჭკვიალა ამბავზე დღეს, მათ შორის როგორც არის პარიზის Fashion Week და კოსმეტიკური ხაზის მსოფლიო მასშტაბით გაყიდვები, ასევე დღეს გვინდა ვისაუბროთ ამერიკაში ცხოვრების გამოცდილებაზე, აქტიური კარიერის პარალელურად კი ყველაზე მნიშვნელოვან როლზე ამ ეტაპზე მის ცხოვრებაში, დედობაზე და ამ როლით ემიგრაციაში ცხოვრების გამოწვევებზეც. ნუკი კოშკელიშვილია დღეს ჩვენი სტუმარი და შემოგვიერთდება ახლა სტუდიაში. რასაც მეუბნებიან, იმას ვაკეთებ. ამ კავამ ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გადაწყდა, რომ უნდა შემოსულიყავი მთელი მისი პერფორმანსი. აი, მთელი პერფორმანსი შემოვედი, მთავარი არ გამეხსნას ახლა. დღემშვიდობისა, მე მგონი იმისთვისაც არის, რომ გაგეხსნას. ხო, ცოტათი მაგისთვისაც ახლა თუ არ გაგეხსნა კაბა ეთერში რა არის მამული. კოშკელები გამოაჩინე. გამოვაჩინე. ლამაზათაც დავალაგე. ძალიან ლამაზი ხარ. ძალიან თქვენ ძალიან. საერთოდ არ ჯერ არსებობს კაბა, რომელიც შეიძლება არ მოუხდეს. ან რამე არ მოუხდეს ამ საოცრად პოზიტიურ, გულახდილ, საყვარელ ადამიანს, რომელსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს და ჩემთვის ამიტომ უფრო საინტერესოა იყო ყურადღების ფოკუსში. მათ შორის ჩვენს ფოკუსში, რა თქმა უნდა. მადლობა ნუკი, რომ ჩამოხვედი, გვეწვიე გადაცემაში. პრაქტიკულად თუ სამშობლოში ხარ, არ უშვებთ ხოლმე ამ შანსს. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგახსენდით და დამპატიჟეთ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხართ, სულ ყოველთვის გიყურებთ. იქიდანაც და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტიც სულ მუდამ გიყურებთ თქვენ და ხელს ჩვენ წარხს კი. კი, გსწავლთ მათგან. ძალიან საინტერესო შენი ისტორია არა მარტო ემიგრანტებისთვის, საქართველოში ადამიანები, აი ონისემ როგორც დაიწყო, რეალურად მუდმივად რჩებიან შენს გამომწერებად, თუმცა ეს გამომწერები მარტო რიცხვებში არ აისახება სოციალურ ქსელებში, რომელსაც ასევე არ უჩვი და ძალიან ბევრი ყავს სხვადასხვა პლატფორმაზე. რეალურად მათ აინტერესებთ შენი ცხოვრება, ყოველდღიურობა და ის გზა, რაც ახლავს დედობას, კარიერას, კოსმეტიკას აუცილებლად ვლაპარაკებთ დღეს ამაზე, მაგრამ მანამდე იმ პატარა ელექტრომოწყობილობაზე, რომელსაც შემოხვედი სტუდიაში. გავჩი და ამოვხსნათ მაყურებელს ეს რა. არ მოგერიდოს, ეს შენი საქმეც არის და თავისთავად შეგიძლიათ დადო მანდ და მე სანამ კი პასუხებზე გადავალთ, მანამდე მინდა ერთი პატარა ქათინაურიც გითხრა იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნე კიდევაც, რომ ადამიანები იბადებიან, მე რაღაცა ცხოვრებას იწყებენ და ამ ცხოვრებაში ქრებიან. და ეს ის შემთხვევაა, შენ შემთხვევას გულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ ნუკიმ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი არც ერთი წელი, არც ერთი ეპიზოდი არ ყოფილიყოს რაღაცა ისეთი ცოტა ოდნავ შუქჩამქრალი, პირიქით კაშკაშა გახსნილია და ეს არის ძალიან საინტერესო. ყველაზე მნიშვნელოვანი შენ ცხოვრებაში და შენს პიროვნებაში რაც არის და ეს ალბათ ყველა მიცის და ჩვენმა მაყურებელმაც რა თქმა უნდა, ეს შენი გულწრფელობა, რომელიც ადამიანისთვის ღირსებასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. აუნისე ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ყოველდღე მოვალ ამ გადაცემაში ამდენ. აუცილებლად, სულ შენი ქებადიდება გვექნება. არიან რესპონდენტები, რომლებიც მე განსაკუთრებულად მიყვარს. მეც მიყვარხართ განსაკუთრებულად. და არაცის ხოლმე საუბარ. არა, რას ქვია, რა გადმოვჯდები ახლა გადავიჯდები. ჩემთან მოდი. აჰა, აი შენ ასეთ კაი ადამიანთან რომ დავჯდები, ამას რა ჯობია. აბა რა. და მოგვიყევი
ეხლა რას იღებ დილი და ყველა რო კადრში მოვხვდით მთელი ტელევიზია მათ. აი სწორად რაც აღნიშნე რომ ყველას აინტერესებს რაღაცა შიდა სამზარეულო, ყველას მე თვითონ მე ვარ ჭორი ჩემი მოგონილი ის არის რა ქვია. ჭორი იბადება შენთან. დარგი რა ხო არის ამ დარგში ვარ პროფესიონალი. ძალიან მაინტერესებს ყველას ცხოვრება. ძალიან მინდა ხოლმე რომ შევიჭყიდო აი რაღაცა ჭუჭრუტანაში და გავიგო სახლში რა ხდება. აბა როგორ უდევს ის რაღაცა დანა თუ ჩანგალი და მივხვდი რომ მე რომ ასე ძალიან მაინტერესებს სხვისი ცხოვრება, იქნებ მე ჩემი ვაჩვენო. რასაც არ მაძლევს საშუალებას ესე ინსტაგრამი და სოციალური ქსელები და გადავწყვიტე რომ YouTube-ზე დაუჭრელად, ანუ გაუჭრელად, ასე მთელი დღე, ყოველ დღე ვდებ დღეს. ყოველგვარი შალაშინის გარეშე. ყოველგვარი აი დავიწყეთ სპონსორი ეს არის ის არის. რაზე მეტყველებს ეს შენს გულწრფელობაზე და შენს რაღაცნაირ კარგს. ყველაფერს ვდებ. ჩემ ქმარს აქვს წნევა, უმაღლესი წნევა აქვს. ბენს აქვს წნევა. წეული, იმიტომ რომ აი რაღაცას მეჩხუბებ, მე ეგ ამოჭერ. მე თქვა რატომ უნდა ამოჭრა? შენ ახლა იჩხუბე და ინახოს ხალხმა გენაცვალე რომ შენ ხანდახან ჩხუბობთ. ხო, ხანდახან ჩხუბობთ, იმიტომ რომ ყველას გონია ახლა როცა ინსტაგრამზე დებ ხوار დადებ რაღაცა, აი ესეთ რაღაცას ხო? ვერ დადებ და აქ ყველაფერს ვდებთ. ნახვები, გამომწერები ქართულად არის რეალურად, ბლოგი დავარქვათ, მაინც ყოველდღიური ღიურები, უბრალოდ გულწრფელობის ყველაზე დიდი მასშტაბით, რაც შეიძლება ახლდეს თან დაუჭრელ და დაუმუშავებელ ვიდეო. ნუ იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ დღე ვდებთ, ესე იგი კვირეულად 100,000-ზე მეტი ნახვა არის და 20 და რაღაცა 1000 გამომწერი უკვე ყავს. ორი თვე არაც დავიწყეთ ეს ამბავი, ოღონდ მეც და ბენიც ვდებთ, ანუ იქნება ეს საჭმლის გაკეთება, იქნება ეს ბავშვის სკოლაში წაყვანა თუ ამერიკელ მეგობრებთან ერთად შეხვედრა, იქნება ეს თვითფრინავში გადმოფრენა, აი ყველაფერი, აი ხო თქვენთანაც რომ მოვედი, პირველად YouTube-ი მოვა პირდაპირ ეთერში. ესეთ რაღაც არ ყოფილა, აი შეხვდეთ. კიდე მე დავიჭერ ახლა ამას და თან გადაგიღებ. ხო და რატომაც არა. ამ კამერაზეც უნდა ვთქვათ ორი. თან საქმე. თან საქმე. ასე, ასე. კომფორტული ფორმის არის. რატო შეარჩიე ხო ამ ტექნოლოგიით გაკეთებული ვიდეოები? ხო შეიძლება თქვათ მობილური ტელეფონით, რასაც ხშირად აკეთებენ ბლოგერები, ძალიან კომფორტულია ალბათ ხო 60-ათაც რაღაც პატარა. დიდად ვერ ვერკვევი ამ რაღაცებში, რაც მითხრეს ის ავიღე, ხო იცით რა გეტყვიან. ეს ჯობია, კარგით. მე საერთოდ მაღაზიაში შევდი რაღაცას რომ მეუბნებიან, აი ეს ჯობია, კარგით, ეს მინდა მაშინ. რო გეუბნებიან ამას ჯერდები და აბსოლუტურად მიყვები მის გემოვნებას. მე საერთოდ იმათ მივეკუთვნები რა, აი რეკლამის რა ტვერსას რუტი რომელიც თან ალაგებს და თან რეცხავს და აუთოებს თან ამერიკაში არის ხოლმე ესეთი გადაცემები ხო იცი QFC ქვია სადაც აი თვისამაგრი ეს თვისამაგრი უბრალოდ არის თან ყურსასმენებია თან ყველაფერს ყვედულობ ყველაფერს მჯერა იცი რა ნუ კი ძალიან საინტერესოა ყველა ხელოვნების სფეროში გამოცადე საკუთარი თავი თუ იყავი გადაიღე ფილმში სპექტაკლი აღარ მითამაშია სპექტაკლში კი ესეც ვიცით ტელეწამყვანი იყავი ეხლა მოდელი იყავი მოკლედ ყველაფერი აბსოლუტურად მაგრამ არის გზაზე შეხვდება ისეთი რაღაცა ეპიზოდი რომელშიც შენ უნდა იყო მთავარ როლში რაღაცნაირად გიქმნის უხერხულობას არ გულისხმობ სირთულეს რომელიც ამ გზაზე შეხვდა რომელმაც კიდე უფრო დაგაფიქრა შემდეგი ნაბიჯი როგორი კარგად მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი რაღაც ჩვენს ცხოვრებაში ნებისმიერი გზა რომელიც გვხდება სირთულეა და რაღაც დიდი გაკვეთილია ხო ისე სხვანაირად არ შეიძლება ეხლა შეიძლება ამას პოზიტიურად შეხედო და თქვა ვაი მე მოდელი და მსახიობი მაგრამ შეუმდგარი მოდელი ამას შეუმდგარი მსახიობი ნუ წამყვანაც სხვა შეს მე მგონი არ ამიშავდა რა დანარჩენში ეხა ნუ ვერ შევდექი ჯერ ვერ შევდექი ეხა შეიძლება ამ აქედან გამომდინარე ნიშა არ მიიღეს აი იმისოთ რომ მე მოდელი ვარ მე მსახიობი ვარ თორე ეს ყველაფერი ხო იყო და შენს ისტორია ხო რაღაცნაირად იყო მაგრამ ეს აი სულ ყოველთვის როდესაც იძახიან ხოლმე მოდელი მე მახსენდება რომ არსებობენ მართლა მოდელები და ცოტა მეუხერხულება მსახიობი მე ზუსტად ვიცი რომ მსახიობებს წნევა უწევთ როდესაც იგებენ რომ მეც მსახიობი ვარ იმიტომ რომ არ მაქვს მე თეატრალური დამთავრებული და ეს უკვე თავისთავად გულისხმობს რომ არ ვარ მსახიობი. იმიტომ რომ ადამიანები სწავლობენ თეატრში, გამოდიან ეს. რამდენი ვიცი რომ არ აქვს დამთავრებული და არიან? ნუ გამოცდილება აქვს, შეიძლება ნიჭი აქვს ძალიან დიდი. კარგი, მოდი, ნუ ვილაპარაკებთ ახლა იმაზე რომ შენ არ ქონდა მაგ ყველაფერში ნიჭი გაქვს. თავზე რა სიტყვი? ამ ეტაპზე რომ აქვს ცხოვრებაში იმ როლზე, იმიტომ რომ ერთია შენი ყოველდღიურობა და ამ ყოველდღიურობის ნაწილი არიან შენი ბავშვები. ბავშვები ხო? საყვარლესები, თან საკმაოდ ცელკები, ვინც უყურებს შენს ვიდეოებს, იმიტომ რა დრო და ენერგია სჭირდება და ალბათ მათ.
და ეს როლი როგორია შენ ცხოვრებაში? დავიღალე ძალიან. ეხლა მომენტი აქ ვისვენებ, ვერ წარმოვიდგენ, რაც გინდა გამაკეთებინე, ოღონდ ბავშვები არ დამანახორა ცოტა. და ჩვენ გითხარით ბავშვი რატო არ მოიყვანე? ხო, და მე ცოტათი ვერ ძალიან დავიღალე, ისე დავიღალე. ხალხო, მართლა რა არ მიკეთებია, ფილარმონიის ცენტრში ჩამოვკიდებულ ვარ ფეხებით, ეს ქვემოდან ზემოთ რაღაც დროს და მაშინ არ დავღლილვარ და ყოფილა 40 წუთი გვაქვს შესვენება, რეკლამაზე გავდივარ და ესე ვეკიდე ფეხებით და მაშინაც არ დავღლილვარ. ეს ბავშვი ძუძუზე რო არის ჩამოკიდებული 24 საათი, მე აღარ შემიძლია, მიშველეთ. როგორ არის ესე რო ანიშნება ხოლმე? მიშველეთ ვინმე. ხო, მაგრამ შენ ამ ნაბიჯზე წახვედი. ჩვენ იცით რამდენ დედას ვიცნობ, ნუ კი რომელსაც ეს მიჯაჭულობა აშინებს საკუთარ შვილთან და თავიდანვე უარს ეუბნება ბუნებრივ კვებაზე. ესეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ეს არის ძალიან რთული მოვალეობა და ძალიან რთული გზა და პასუხისგებლობა იყო მეძუძული დედა, იმიტომ რომ პრაქტიკულად შენ თავს სრულად არასდროს ეკუთვნი, იმიტომ რომ სრულად დამოკიდებული ხარ შენი უსაყვარლესი შვილის მოთხოვნილებაზე, ხო, როცა მას შივდება და ეს არც ერთმა დედამ არ მინდა, რომ ძალიან ადვილი გზა არის. არა. ძალიან რთული გზა არის და სხვა შორის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როცა გავიგე, რომ შენ ეს გზა აირჩიე, იმიტომ რომ ქალი, რომელსაც დღეს ამდენი საქმე აქვს და მე კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ჩემთვის საინტერესოა შენთან საუბარი როგორც ძალიან დაკავებულ ქალთან, რომელიც ბევრ რამეს ასწრებს და ასე ადვილიც არ არის მიიშვირო კამერა ყველგან ყოველთვის და ეს მერე გააზიარო. შენ უბრალოდ ძალიან პოზიტიური ადამიანი ხარ და ამასაც ასე გვაწვდი თორემ ძალიან რთული. დედობაზე რთული სამსახური. სხვა შორის ძალიან კარგი ვიდეო არსებობს. მოგიყვებით სადღაც შეიძლება გქონდეთ ნანახი, ადამიანი იძახის ინტერვიუში, რომ გამარჯობა თქვენ ხართ მოსული სამსახურში და დიახ, მე მინდა სამსახური ძალიან გჭირდებათ სამსახური დიახ. ოღონდ იცით როგორი სამსახურია დასვენების დღეები არ გექნებათ. თქვენ ვიზეც იმუშავებთ, იმ ადამიანს რაც მოუნდება, ყველაფერი უნდა გააკეთოთ. ხანდახან კივის და უნდა მოითმინოთ. ხანდახან შეიძლება გიკბინოს ან ჩაგარტყას, მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება რომ წახოთ. და ესე მოკლედ უყვება ყველაფერს, რაც იქნება ამ სამსახურის ახსნა და აღწერილობა. როგორ დასასვენებლად ვერ წავ. არა, თუ წახვალ დასასვენებლად, თქვენი უფროსიც წამოვა თქვენთან ერთად. და ანუ თუ მოგინდათ რომ წიგნი წაიკითხოთ, ის შეიძლება მოვიდეს და გადაასხას წვენი თქვენ წიგნს. და ეს ვერ ხვდა. არა, ეგეთ სამსახური არ არსებობს. როგორ არსებობს? მილიონობით არსებობს ეს სამსახური და ყველას ყავს ესეთი თანამშრომელი, ეს არის დედა. და მიუხედავად ამისა, შენ ახერხებ გქონდეს შენი ხაზი, შენი ბრენდი, რომელსაც ყოველდღიური მუშაობა ჭირდება იმისთვის, რომ იყოს პოპულარული, იყოს მოთხოვნადი, ყველა სეზონზე და მე ვგრძნობ, რომ საქართველოში როცა ჩამოდიხარ, ყოველთვის ვცდილობ შენი ბრენდის მხარდასაჭერად გარკვეული აქტივობები გააკეთო, ეს უკვე მხოლოდ სოციალურ ქსელებით არ შემოიფარგლება. ჩვენ ხედავთ ხოლმე სხვადასხვა მოლში, მათ შორის შაშან ბათუმში, მახსოვს ახლა წელს ჯერ ვერ მოკარი თვალი ვერა. ყველგან დავდივართ. ხო, იმიტომ რომ ბევრია სამუშაო ამ კუთხით. და მაშინ კითხვა ჩდება, როგორ ხდება ამდენი სამსახურის გაერთიანება? ბავშვები მუდმივად იყო ლაივში, ეს გადაწყვიტე შენ ორი თვის წინ და პლუს კიდე ანვითარებდე შენს ბიზნესს. ძალიან რთული არ არის? წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ მე მჯერა რომ სირთულეები უბრალოდ გვაკაჟებს და რაღაცა ძალას გვაძლევს და ეს საჭირო სირთულეებია. აი მართლაც საჭირო სირთულეებია. მე სხვანაირად არ შემიძლია. აი რა ვქნა, მე არ შემიძლია რომ რაღაც ერთი ავირჩიო და იმაზე შევჯერდე. თუ ბავშვიც მინდოდა და სამსახურიც მინდოდა, ყოველმეუბნება როგორ უნდა მოახერხო, იმიტომ რომ ამერიკაში მე თვითონ ვარ მფუთავი. მე თვითონ ვფუთავ, მე თვითონ მიმაქვს პოსტაში, მე თვითონ მივდივარ, ანუ ყველაფერს მე ვაკეთებ. აი წარმოიდგინეთ ნებისმიერ შეკვეთა რაც შემოდის, მე ამერიკის პოსტაშიც უკვე ვისწავლე, როგორ უნდა ავკრიფო ეს ყველაფერი, როგორ უნდა სპეციალურად შევფუთო, როგორ უნდა გავატარო, განვაბაჟო, წავიდე აეროპორტში, დავხვდე ჩემ ტვირთს, ჩავტვი, აი ყველაფერს მე ვაკეთებ და ამ ყველაფერს ვაკეთებ თან ბავშვმა კიდია, თან ძუძუ აქვს პირში და თან აი ყველაფერი აწია, დაწია, აი ყველაფერს ვაკეთებ მე თვითონ. არავინ არ ყავს დამხმარე ბიზნესში. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი. არა, იქ. არა, ჩემი ქმარი. ჩემი ქმარი და გაყიდვები ძალიან მაინტერესებს. რეალურად შესაძლებელია რომ ქართველმა
ამ ხელა ბაზარზე საკუთარი ხაზით დაიმკვიდრო თავი. ძალიან რთულია ხო მასშტაბის ძალიან რთულია, წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ძალიან გამიმართლა. აი ცხოვრებაში რაღაცები ხდება ისე სულ ვიძახი ხოლმე, რომ აი სწორედ აეწყო დრო. მე გავიცანი ერთი ქალბატონი, რომელიც არის ვიზაჟისტი NBC-ზე. რომელიც Jimmy Fallon-თან მუშაობს Today Show-ზე, Morning Show-ზე და ძალიან ბევრი ჩემი რაღაცა მივეცი და მეთქარი აი აბას ცადე თუ მოგეწონება. მან წაიღო ის ჯენა ბუშთან, ეს არის დილის გადაცემის წამყვანი NBC-ზე, რომელსაც მოეწონა რამდენიმე ჩემი ტურსაცხი და ეხლა ოფიციალურად ჩვენ ვამარაგებთ NBC-ს. ოღონდ ვამარაგებთ დიდი რაოდენობით და სულ მაინტერესებს რომ ეს ერთი ქალი ამდენს რატო იყენებს თქო და მე ვკითხე მორიდებით რომ კი არ იფიქროთ თქო რამე, უბრალოდ მაინტერესებს ანუ სად მიდის ეს ამდენი და იცით რა არისო Fallon-ზეცო სტუმრები რომ მოდიანო, ვიყენებთო იქაცო და რო წარმოვიდგინე Jimmy Fallon-ზე როგორი სტუმრები მოდიან, ან თქვენ წარმოგიდგენიათ ვინ მოდის, აი Taylor Swift-დან დაწყებული, Brad Pitt-ით დამთავრებული და ანუ ჩემ რაღაცას იქ იყენებენ. როგორ ჩვენთან შენ? და ეს მაგიჟებს ეს და მე რო ვხედავ რომ შემოდის ხოლმე შეკვეთა როგორ შეკვეთები შემოდის იცი აი უცნაური სახელებით პაკაჰონტესი პიტერ პენი და ბევერლი ჰილს რაღაც უკვე ვიცი რომ ვიღაცა არის ვინ არის არ ვიცი მაგრამ ეს ნაცადი პრაქტიკაა მე არ მაქვს ინფორმაცია ანუ ნიკნეიმებით ცდილობენ რომ გამოიწერონ რომ არ გახდნენ ამბასადორები ალბათ ან რაღაცა კი რომ უბრალოდ არ გამოიყენონ მე იმიტომ რომ ნახე მე შემიძლია TikTok-ი გადავიღო ან სადღაც გადავიღო აუ ნახეთ ვინ შეუკვეთა Brad Pitt-მა და ეს რო არ მოხდეს, ისინი თავს ამითი იზღვევენ, მაგრამ უკვეთავენ. გაქვს ვარაუდები, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები ესე იგი იყენებენ. ერთი ვიცი ზუსტად ვინც, იმიტომ რომ ესეთი ასაკოვანი ქალია შედარებით და ეთყობა ესე ვერ მოიფიქრა და ამიტომ გამომიგზავნა თავის ასისტენტი. ძალიან ცნობილი ქალია და აი ახლა ხანს ბენმა შეუფუთა ყველაფერი მეოთხე წერილიც მიუწერე რომ ძალიან მოგწონს. ძალიან ცნობილი ქალბატონია, არ ვიცი, იმედი მაქვს რომ იქნებ თქვას და თვითონ დადოს, იმიტომ რომ ისე მოგწერა რომ ვიღაცასთან ნახე თქვენი პროდუქცია რომ ჯერ არ მინდა რომ თვალი ვცე და მაგიტომ ძალიან კარგი. არ ვცე თვალი. იქნებ დადოს. დადებს. ხო, არა და ამისი მოლოდინი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, მაგრამ ვიცი რა, ეს სივრცე როგორც გიპოვია შენ ახლა NBC-ზე, ხო, რომ მოხდეს თუნდაც აი შენ რო არიცი როგორ, ხო, მაგრამ მოხდეს ისეთი რესპონდენტების ხელში, შენი პროდუქცია, რომელსაც შეიძლება მოეწონოს მე დაინტერესდეს, გამოიწეროს, მე სხვა საჩუქოს და მე წავიდე და წასულია, მაგრამ წავა და წავა. აი მე ხო ეს ძალიან უცნაური რაღაცა, აი ამერიკულ ოცნებას რასაც ეძახიან რა, ეს რაღაც ხო არსებობს, აი დაგვემართა ჩვენ, როდესაც გაგვიფუჭდა ვებგვერდი რა, გატყდა. და ვიძახი რომ ეს ბენო აი არ ვიცი რა, გინდა აქ ყოფილა, გინდა იქ ყოფილა. ისეს როგორ ვაწვალებ მოდი. მე აი კი არ ვწვალობ, უბრალოდ ვეღარ დაგეკონტაქტე, უბრალოდ ამაზე რაღაცა თან ქვემოდან გიღებდი, მე იქაც მომინდა ოპერატორობა წავართვი ამ ჩემ ოპერატორებს. არა, მოდი აღარ გვინდა, შეუძლიათ რომ ნახონ პირდაპირ ეთერში. უცნაური რაღაც იყო, აი გაფუჭდა ვებგვერდი და ვიფიქრეთ რომ აი როგორც ხდება, რა ვინ ახლა ჩვენი IT ჯგუფი რაღაცას აფუჭებს და ბენი რეკავდა, გვეუბნებოდნენ იმდენი შეკვეთაა შემოსული, რომ უბრალოდ გადაიწვა სერვერი, არ გქონდათ თქვენ მაგას გათვალისწინებული და ვერ ვიჯერებდი, ანუ რას ნიშნავს რამდენი, როგორ, რა, საიდან. და ეს ხდება ამერიკაში, რა ერთი უნდა გაარტყა და მე მიდის და მიდის. ეს ქვითრების ამობეჭდვის კადრი იცი როგორ ვიტირე? უბრალოდ აი შეუძლებელი იყო არ გადაგეზიარები და ქართულს და არ გეგზნო რისი მოწმე ხარ, რისი მოწმე აღმოჩნდა. მე რო დავდე ეგ უკვე კარგად ვიტირე ჯერ და მე რატო იტირე? არ მჯეროდა, აი არ მჯეროდა. შენ წარმოგიდგენ. აი ის მე როდესაც დამეწყო ჭინთვები მახსოვს რომ მქონდა 10 შეკვეთა. ეს 10 შეკვეთა მეთქი უნდა გავფორმო ისე ვერ წავალ იქ რო დამტოვონ. და აი ეს რომ მომივლიდა და ვაჭერდი რა ხო ვინ არაბოდა და შეფუთე და ბენი მოდის სამსახურიდან იცის რომ ჭინთვები დამეწყო და მე ვფუთავ. აი ჭინთვები მაქვს და თან ვფუთავდი. თან ვეუბნები გზად ტაქს რომ ჯერ პოსტაში გავივლით. ეს მიყურებს თქვენ ხო მშობიარობთ. მეთქვა ჯერ პოსტაში გავივლით და მე სამშობიეროში დავტოვე ეს შეკვეთები და წავედი მე სამშობიეროთ ვიმშობიერე და აი ეს რო უცბად დამიფასდა და ეს ქვითრები ესე რომ წამოვიდა, აი, იცი აი ვტიროდი იმისგან რომ ჩემი თავი მეწოდებოდა რა, აი, ჩემი თავი მეწოდა 6 საათი რომ ვზივარ, თან ბავშვს ვაჭმევ, მე სახს დავალაგებ, მე რაღაცა მე ბავშვს გამოვიყვან, მე ბრუნდები, თან მე ძირითადი ურთიერთობა მაქვს იტალიასთან, საფრანგეთთან და კორეასთან და ეს არის სხვადასხვა დრო. ანუ დილას რო ვიღვიძებ იტალიელებს. იმისთვის რომ აწარმოო. იმისთვის რომ აწარმოო, მაგრამ იტალია, კორეა
იტალია, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, კორეა. აი ძირითადები ეს არის რა. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა პროდუქტი სხვადასხვა ქვეყანაში. ხო, აი მაგალითად ტუში ადრე მზადდებოდა საფრანგეთში. ეხლა გადავდივართ იტალიაზე. ტუჩსაცხები ყველა იტალიაში, ტონალურები ყველა იტალიაში, გერმანიაში ფანქრები გვაქვს ძალიან ბევრი, აი რაც არის რაღაცა წარბის რაღაცეები, აი ეს არის გერმანია. მოკლედ აი ესე გვაქვს გადანაწილებული და სახის მოვლა რაც არის თავიდან ბოლომდე კორეაშია. ეს ნიშნავს იმას, რომ დილას წამყვანია დღეს. ხო, მეც ესე ვფიქრობ, აი მე ვფიქრობ, რომ მაგაზე წინ რაღაცებს რომ იგზავნიან ხოლმე თავის ნიმუშებს, ვერ ხვდები საიდან მოიფიქრეს საერთოდ ეგეთ რაღაც იმდენად წინ არიან ევროპაზე და დილას რო ვიღვიძებ, იტალიაში უკვე საღამოა. უნდა მოვასწრო, იმაც კითხვა აქვს, ეს ერთი გაწყობს, ეს არ მოგწონს, მიიღე ნიმუში, გამეცი პასუხი, ზუმ აბა ბავშვი სასწრაფოდ უნდა დავტოვო და აი ესევე პირდაპირ პერანგში მივიდოდი რომ აბა დაველაპარაკო. და მე ღამე 11 საათზე იღვიძებს კორეა. ანუ დავაძინე ბავშვი, ჩავკეტე კარი და წავედი კორეასთან სალაპარაკო და ეს არ მთავრდება. მაგრამ ყველაფრის პარალელურად რანაირად ახერხებ და როგორ ასწრებ, რომ გამოიყურებოდე ისე როგორც გამოიყურები. მე იღებდე იმ ვიდეოებს, რომელსაც იღებ და სოციალურში განათავსებ ხოლმე. ნუ ეს ამერიკული ესთეტიკა და ალბათ ნიუ-იორკის ქუჩები ძალიან უხდება ამ ყველაფერს და შესაბამისობაშია, მაგრამ ხო, ქართველებისთვისაც ერთი ამერიკის ბაზარზე და ეს უდიდესია ამ წარმატებას ჩვენ ხვდებით რა რამხელა, რომ ამერიკა მოახერხო ბაზარზე იყო წარმატებული, მაგრამ საქართველოსთან ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს ელოდებიან შენ ვიდეოებს და არა მარტო კოსმეტიკის მიმართულებით რა, აი თუნდაც იმ ვიდეოებს, რომელსაც ახლა უყურებთ და სულ განსხვავებული ხარ, გამორჩეული ხარ, სულ ძალიან ფორმაში ხარ, მოწესრიგებული. ეგ ნევროზის ამბავია. ხო, აი როგორ ახერხებ? იმიტომ რომ ორი პატარა ამდენი საქმე და კიდე ასეთი ვიდეოები და ამდენი ნახვა და თბილი კომენტარი, მე ალბათ მოტივაცია. ეგ არის, აი დედას გეცნობთ, ეგ არის სუფთა ნევროზი. აი უკვე ძალიან დაღლილდება ხოლმე ბენს რომ მივაჩეჭე ბავშვს თორემ წავა რა გიხოცებ თმას დავიხვევ რა აქ ხო და ისმენო წადი აი ვიბანავებ თავს თმას დავიხვევ გამოვიპრანჭები და თითქოს ადამიანად ვგრძნობ თავს იმიტომ რომ დანარჩენი ღერასაც მაყურებელი ვერ ხედავს ეხლა უკვე ხედავს დანარჩენი 24 საათი ვარ აი გაჩეჩილ მდგომარეობაში აი აქ მაქვს რაღაცა პამპერსის ნაწილი მიწეპებული აქ მაქვს რაღაცა აი იცით რამდენჯერ გავცულ ვარ აი გავწმინდე ბავშვი და პამპერსი არასწორად გავუკეთე და თან ეს აქეთ მიჭირავს ეს რაღაცა ნაგავიგას ნუ აი ვერ წარმოიდგენთ რა რომ შეგხვდეთ ნიუ-იორკის ქუჩებში ძალიან ორგანულად იფიქრებთ რომ ეს უსახლკარო რას აკეთებს იმიტომ რომ იქ რო დადიან თავისი ხო იცი პლედებით და რაღაცებით ქუჩაში აი მიახლოებით ეგეთი ვარ იცი რა უშვებ იმას რომ შეიძლება ეს შრომა გადაუნაწილო აიყვანო თანამშრომელი აი ამის აუცილებლობა როდის შეიძლება დადგეს მე ვგულისხმობ ამერიკაში ცხოვრობ და რაზეც ახლა გვიყვები სადღეღამისო მუშაობა მოვალეობა იყო დედა ხო რაღაცა ოჯახი სახლის საქმეები ყველაფერი ერთად ახლა რასაც ყვები აი მართლა რაღაცა კომბაინი პასტაც გაგიშ და გადა პასტამაც იხტუნა იქედან სად გადახტა კაცმა არის იცი რა არის აი უცნაური რაღაცა სულ ყველა მეკითხა ძიძა რატო არ ყავს ხო და ისეთი აი ეთქობა ვერავარ მე ნორმალური იცით აი საბოლოო ჯამში ესე გადაწყდა იმიტომ რომ აიყვანე რა ეს ძიძა რა ხო მოგწონს სხვას რო ყავს არასდროს არ მიფიქრია რომ აი მე ახლა ძალიან მინდა რომ ჩემი შვილი მე თვითონ გავზარდო აი არა გაზარდოს ვისაც უნდა მაგრამ მე რო საქმეზე რო დგება ახლა დედა ჩემსაც რო ვუტყებ 100 ჯერ დაურიგებ და ისაჭამე და ის სწორედ ქენი გეჭირა და ეს გააკეთე და იგივეს ვაკეთებ საქმეზეც რა რამდენჯერაც ვიღაც ავიყვან ალბათ გამექცევიან იმიტომ რომ არა ეს ბენი მყავს ახლა დასაქმებული და ცოტა ხნის წინ ამერიკანული შენ ვინ გგონი ვარ იმიტომ როგორი თანამშრომელია ხო ესე აი ადან ჰმდე რომ ჩამოვუვლი ხოლმე და მეუბნები ეს როგორ რანაირად შეფუთე ესე უნდა იყოს ეს მოგწონს და ის მე რა არა ვარ შენ მადლობა მითხარი რა თქვი მადლობა საყვარელო მეუღლე რომ სამსახურის მე მოხვედი და შეფუთე კოსმეტიკა თან ხო ვერ ერკვევა ის რომელი რა არის ხო ეს ტუში რა ფერია და მირეკავს რით ვერ ისწავლე რატო უნდა მისწავლე ხო და აი არა ვარ ეთყობა კარგი ის ნუ კი საქართველოს საქმეები ჭირდება ამ საქმეს მართვა აი შენ მოყევი კორეიდან რაღაც სადღეღამისო რეჟიმის ზარების წერილებზე პასუხის გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები შენ იღებ შეთავაზებებს ხო რაღაცა შეკვეთა დაახლოებით რომ აუხსნათ ახლა მაყურებელს ჯაჭვი როგორია ხო ვთქვათ გაქვს რაღაცა სურვილი რომ შენ ხას რაღაც დაამატო ხო მე ვთქვათ ამაზე წერ უშუალოდ წარმოებელს ის მე გთავაზობს ვთქვათ როგორი ტიპის შეიძლება იყოს როგორი შეფუთვაში როგორი იყოს გადაწყვეტილი რას პასუხობდეს ხო რა მიზანს რა დავალებას და
ეს არის გადასაწყვეტი თან, ხო? ამასაც ხო კიდე ცალკე რაღაც ფიქრი. აი მე ეს იმდენი პრობლემაა, მან ვერ წარმოიდგენ, იმდენი რაღაც უცნაური რაღაც, აი ხა მაგალითად, აი ლოკოკინის შრატი, ხო? აი ლოკოკინის შრატი, რომელსაც ვაკეთებ კორეში, რა ვიცი, იყიდება ეს ლოკოკინის შრატი ყოველ ფეხის ნაბიჯზე. FDA გავიარე, ეს გავიარე, მე არ ვიცოდი, რომ თურმე კიდე უნდა გამეარა, აი მაგას ქვია Sea Life License, ანუ ზღვის ცხოველი რა შუაშია ხო, მაგრამ რადგან არის ჟელოვანი, იქ გამოიყენება ეს ჟელე ითვლება, აი რაღაც ეს ცალკე უნდა აიღო ლიცენზია ამისი, რომ ნამდვილად გააიარა, ნამდვილად ადასტურებ, ნამდვილად ეს არის და არ არის რაღაცა სხვა და ეს კიდე ცალკე იმხელა ვალაკიტაა, რასაც ეძახე, ვერ წარმოიდგენთ ხალხო, ეს რა აუტკივარი თავი ავიტკია, მაგრამ ნუ ძალიან მიხარია, რომ თავიდანვე რომ დავიწყე ამ ლიცენზიებით და რაღაცებით, რომ ეხა ხო რაღაცები იყიდება ამერიკაში ჩემოდნებით შემოაქვთ რა, გავყიდე. მე ეს არ მაქვს, მე ყველაფერი ოფიციალურად შემოდის, ოფიციალურად ბაჟდება და ეს აი მადლობა იმ 5 წლის წინ რომ ყველაფერი ასე დავიწყე. კი ურთულესია საქართველოში ეს არაფერი არ წყდება, ყველაფერს წყვეტ მე სადაც ვარ, იქნება ეს საქართველოში თუ ამერიკაში, ეს ყველაფერი წყდება და აქ უბრალოდ მარაგდება და ამერიკაში გვაქვს ასე ვთქვათ სათაო ოფისი, იმიტომ რომ აი როგორც ნახავთ პროდუქციაზე წერია New York, იმიტომ რომ ბრენდი არის თვითონ დაპატენტებული, ანუ ნუკი კოსმეტიქსი დავაპატენტეთ. თვითონ ეს სიყვარულით ნუკისგანაც დაპატენტებულია და ძალიან ძალიან ემოციური მომენტი იყო რომ მივედი მთავარ სასამართლოში ნიუ-იორკის მთავარ სასამართლოში სადაც აპატენტებენ Nike-ს Adidas-ს რაღაცებს და ნუკი კოსმეტიკს ახლა ის მიყურებს ვინ არის ნუკი კოსმეტიკს რატო აპატენტებს ეს გოგო ამას მაგრამ ნუ დავაპატენტეთ და ანუ ოფიციალურად ეს შემოდის და აქვს თავისი მისამართი და საქართველოში რამდენი თანამშრომელი ყავს დასაქმებული საქართველოში ესე იგი ჩვენ გვყავს 10 ფილიალი გვაქვს 10 ფილიალში არის თითოში 2 გოგო გვყავს ანი რომელიც მუშაობს Instagram-სა და Facebook-ზე გვყავს კურიერები ნუ არ ვიცი ვიტყოდი რომ სადღაც 35 ხო რეალურად ქართული ბაზარიც ათვისებულია და სხვათა შორის მე ძალიან ვამაყობ ჩვენი გუნდით საქართველოში იმიტომ რომ გვაქვს ძალიან მაღალი ხელფასები ძალიან მაღალი ბონუს სისტემა მაქსიმალურად ჩართული თანამშრომლები არ არიან ესე კონსულტანტი და არაფერს არ აკეთებს და არ იციან კი არა მონაწილეობენ აი უნდა იმ გოგოს რომ რაღაცა გავაკეთოთ იმას აქვს საშუალება რომ მომწეროს და თქვას აი ნუკი ვოცნებობ ამ სუნამოზე გავაკეთოთ რა ეგეთი და ვაკეთებთ ძალიან კაი ნახე რა არის საინტერესო კიდე ჩემი აზრით არ ვიცი იმიტომ რომ შენ შემჩნეველი არსად არ რჩები ვერსად ვერ დარჩები, იმიტომ რომ ტიპაჟი ხარ ესეთი, რომ ვერ გამორჩები თვალს, გონებას, ყურს. რა ხდება სამეზობლოში იქ ამერიკაში? გიმჩნევენ ესე? აი ესე რაღაცნაირად უი რა ის უცნაური გოგო ცხოვრობს ჩვენთან. იცი რომ ვერ არყვევენ რას ვაკეთებ. ვერ გაიგე არქიტექტორია, დიზაინერია, ფოტოგრაფია, იმიტომ რომ ხან რაღაცა ჩემი შტატივით ჩამოვალ და ვაყენებ რაღაცებს ვაკეთებ, ხან ბავშვებით მოვდივარ, ხან რაღაცა პოსტას ვარიგებ, ვერ გაიგეს რას ვაკეთებ. აი ვერაფერი. აიჭრნენ მაგრად და ვერ ხვდები თან თითქოს სულ ბავშვებთან ერთად არის. რას აკეთებს ეს გოგო? ხო ეს ვერ გაიგეს და ბენმევნეს რომ უთხარი რა, რამდენიმე მეკითხება რას აკეთებს შენი ცოლი. მე უთხარი სხვადასხვა რაღაცეები აიჭრან. ფიქრობ, ვიცი რომ იქ სამეგობროც არიან შენები, ერთი თეონას ვიცნობ მე, არაჩვეულებრივ გოგოს და მოკლედ ქართველებთან და ესე თუ გაქვს შეხვედრები და ქართველებთან აი ვისაც შენიშნებ მათთან რამდენიმე ძალიან პატარა წრეში და რაღაცა ისე მოხდა რომ ძალიან ბევრი ამერიკელი მეგობარი მყავს ახლა აი არ მეგონა არასდროს ეს რაღაც ძალიან ახლოს სამეგობრო წრე მეყოლებოდა ამერიკელების და ძალიან მესიამოვნებოდა მათ იმიტომ რომ ჩვენ აქედან რო ვუყურებთ ხო რაღაცას ფილმებით ვიგებთ რაღაცა წარმოდგენა გვაქვს აი ევროპაზე და დასავლეთზე და მათ ფასეულობებზე და აბსოლუტურად სხვა არის ეს არის ისეთი ტრადიციული ხალხი ეს არის ისეთი მოსიყვარულე და ისეთი ყურადღებიანი ხალხია და ნუ არ ვიცი აი რაღაცებს რო უყვები ხოლმე საქართველოზე გეუბნებით რა ეს ადამიანები აი თავიდან ბოლომდე იღებენ ამას ისრუტავენ და დადიან მე ქართულ რესტორნებში მე ამაყობენ რომ ერთი გოგო მწერს იცი რომ თაფლი თქვენი გამოგონილია მე ვთქვა რა ხო ბაწარი და თაფლი თქვენი გამოგონილი მე ვთქვა რას მეუბნები და აი ეს ვიჯექიო საქართველოსი წიგნი შევუკვეთე და ვკითხულობ და თურმე ბაწარი და თაფლი აი აფასებენ იმას რომ ძველი კულტურაა რომ ვუყვები რაღაცებს რომ აი ესე
გიждდებიან, რომ აი ღვინო მხოლოდ ქართული. აი ყველა ჩვენს მეგობარს ვეუბნებით, რომ იტალიამ კი არ გამოიგონა ღვინო, საქართველოს და პირში მთქმელი ერთგულებია. კი. ძალიან. ემიგრაციის ამბავზე მინდოდა რომ ვსაუბრა. მე ვფიქრობ, რომ საინტერესოა შენი გადმოსახედიდან რეალურად როგორ უყურებს საერთოდ ამ საკითხს. პირველ რიგში თვლი თუ არა თავს ემიგრანტად, იმიტომ რომ ვერ გავიგეთ სათხარ მე მაგალითად არ ვქცევი შენ ემიგრანტი. ხო, აი ალბათ არა ვარ, ოღონდ. ვარ ემიგრანტი, მაგრამ თან არ ვარ. რატო ხარ ემიგრანტი? იმიტომ რომ ცხოვრობ საზღვარგარეთ, შორს ვარ ჩემი სამშობლოზე. ეგ ხო, მაგრამ მოქალაქე ხარ იქ, მეუღლე, შვილები, ცხოვრობ. ხო, მეც დაგეთანხმები, მეც ვერ ვთვლი ჩემ თავს ემიგრანტად, იმიტომ რომ ხედავი გამოწვევებს, რასაც ემიგრაცია უმკლავდება და ხალხ ნუ არ ვიცი, მაგას სიტყვებით ვერ აღწერ, რასაც არ ჩანს. თქვენ აქ ვერ ხედავთ და მინდა ხაზი გაუსვა ის დედები, რომლებიც მიდიან ემიგრაციაში და მათი შვილები კარგად ჩაცმულები, კარგად ნასწავლები აქ დადიან და იმათი ცხოვრება მიდის, აი გარბის ცხოვრება და იცი რითი არსებობენ, აი დილას იღვიძებენ, ასე აქვთ ტელეფონი, აბა ჩემი შვილი რას აკეთებს, სულ აქეთ არიან. ეს არის ემიგრაცია. ეს არის ემიგრაცია. არსებობა საქართველოთი მონატრება თავისი მეგობრების და ერთმა მეგობარმა მითხრა, ძალიან საინტერესო რაღაც, აი იცით როგორ მოხდა გულზე. წარმოიდგინეო, შენ ერთი ენატრებიო იქ ყველასო და შენ ერთს რამდენი გენატრებაო, ანუ რამდენად განსხვავებული ტკივილია, ხო? ეხლა შენ გენატრება ის ერთი და მას ენატრება ყველა. მას ენატრება ეხა ისე ვიტირებ. ეს თემა ძალიან ემოციურია ჩემთვის, იმიტომ რომ ვხედავ ამ ქალბატონებს მწერენ ეს ქალბატონები. ვხედავ რომ იძახის რომ აუ ნუ ყოფილი ის შევთხოვე რომ მოვწერე რომ აი მე ნუ მივდივარ საქართველოში, მივდივარ იმ თვეში მივდივარ და მომხმარებელია და წერ რომ გილოცავ რა მაგარი რომ მიდიხარ და მე წერ დამამახსოვრდა რომ მიდის მინდა რომ ესემოს აღარ წავედი. რატო არ წავედი? იცი რა ჩემ შვილს რაღაცა დაჭირდა და ესე ხო ყოველ წელს სჭირდება იმ შვილს რაღაცა. ჩადი რაც არ შეუძლია გული დედის გული სხვანაირად ვერ უძლებს და იქ არიან ის ქმრებიც ფანტასტიკურად აქ გრძნობენ თავს მუშაობს უგზავნის იმათ ალბათ ცოლებიც ყავთ ვიცი ყავს ცოლი ესე იძახის ხოლმე ვიცი რა ვქნა აბა მარტო ხო არ იქნება ცოდო არ არის მარტო მე აი ესეთი ადამიანები არიან ტრაგედია ნამდვილი ტრაგედია მუდმივი მონატრება და მუდმივი მონატრება თან განსაკუთრებით როცა სხვის შვილებს ისთვის მუშაობ და შენი შვილისთვის ფინანსური და მორალური მხარდაჭერა შეგიძლია მხოლოდ და ისიც დისტანციურად. ასეთი დედების ხმა ხშირად ისმის ჩვენს გადაცემაში. ჩვენს ქვეყანას აღარ აინტერესებს მათი ხმა, როგორც ემიგრანტების ხმა არჩევნებში, თორე სანამ მედია ცოცხლობს, ყოველთვის შევეცდებით, რომ მათი ხმა ისმოდეს და ნუ კი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია შენ მათი ხმა, რომ გაახმოვანე დიდი საზოგადოება. და სხვათა შორის ტკივად ყველაფერი. ყველაფერს იცი როგორ სულ ვხედავ, რომ ჩართული აქვს ახალი ამბები, სულ უყურებენ იმას, რაც ხდება საქართველოში, სულ თვალყურს ადევნებენ და ყველაფერის ტკივად რაც ხდება. და არ ვიცი, ეს არის უდიდესი ძალა სხვათა შორის, აი ბევრჯერ მithქვამს ჯარია ჩვენი. ეს ქალები, მათ ყველაფერს შეუძლიათ. ამ ემიგრანტ ქალებს, კაცებსაც რა თქმა უნდა, ახლა არ მინდა რომ მხოლოდ ქალებზე თქვა, უბრალოდ მე გული მტკივა როგორც დედას ძირითადად ქალებზე, მაგრამ არიან კაცებიც, რომლებსაც ოჯახები აქვთ დატოვებული და იქ შრომობენ იმისთვის, რომ აქ გამოაგზავნონ და აქ მეუღლეებს რაღაცით დაეხმარონ და ძალიან დიდი ტკივილია ეს. რა თქმა უნდა, გამოცდილება მაქვს თვალსაზრისით, რომ 2 წინწლიანი წელიწადი იძულებით გადამაადგილეს, მაშინ ჩემ დროს ჯარი იყო, როცა უნდა იქ წავსულიყავით და რა დღეში ვიყავი ამ 2 წლის განმავლობაში, როგორ მენატრებოდა და პირველ წერილს როცა მიიღებო, რაც არ უნდა ელაპარაკო, დაგირეკოს მაშინ ესე პოსტაში, დაგელაპარაკოს დედა, მამა პირველ წერილს რომ მიიღებ, გასკდები ტირილით და რატო ხო ველაპარაკე გუშინ და რატო გავწე და განმარტოვდი მართლად აი ესე დავდნი პირდაპირ ისე ვინერული და წარმომიდგენია წლებით რო არიან წასულები, ეს არის საშინელება რა თქმა უნდა. მადლობა ნუკი. ძალიან დიდი მადლობა. ნუკი მართლა. ვისაუბრეთ მნიშვნელოვანზე წარმატებებს უსურვებთ შენს ბრენდს, როგორც ამერიკაში, ასევე საქართველოში. და ძალიან გვიხარია, რომ აქ ხარ და პატარებთან ერთად და მაინტერესებს მე უკვე ქართულ-ამერიკულად როგორ დაიწყებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვიცი რომ უკვე შენც ხარ ამაში ჩართული, რომ იცოდნენ ბავშვებმა ორივე ენა მეტნაკლებად და ვადევნებთ მუდამ შენ სიახლეებს თავს. მე მინდა რომ სულ ახალით ინსპირირდებოდე, იმიტომ რომ ინფლუენსერი თუ არ იქნება შთაგონებული, ის ვერასდროს ვერ მოგვიყვება, ისე წარმატებით, ისე პოზიტიურად, ისე მნიშვნელოვნად იმაზე რაც აქვს სათქმელი.
დღეს თავის სათქმელისთვის მოვიწვიეთ ნუკი კოშკელიშვილი ჩვენს გადაცემაში. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო შენ და გისურვო რასაკვირველია წარმატებები ყველა შენი მოლოდინი რომ საუკეთესო. აუცილებლად წარმატებები ყოველთვის დიდი მადლობა ყველგან და ყველაფერში. თქვენს ბევრი წარმატება. მოდი გავიდეთ რამდენიმე რეკლამაზე გავდივართ, თორე მე ვეღარ ხედავ.